1001 ღამე. აი შეტაქსი გამოიძახე. დედა! დედა! თურქეთში ერთი დონორთა ბანკია. სახსრების უკმარისობის გამო რამდენიმე წლის წინ კი რაღმ გაკოტრდა, თუმცა პრობლემის გადაჭრა მოახერხეს. ალბათ გემახსოვრებათ. ბუნდოვნად მახსოვს. ბევრმა არ იცის დონორთა ბანკის შესახებ. მე თუ მკითხავთ, ყველამ უნდა იცოდეს, რადგან სისხლის გაღებით შეიძლება ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. მინდა რომ დონორთა ბანკის მიმართულებით ვიმუშაოთ? დიახ. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. თქვენი შვილისთვის დონორი აზერბაიჯანში იპოვეთ? დიახ, ქალბატონო. ქალბატონო შახრაზად. ქალბატონი მიხრიბანი გირეკოთ. ქალბატონი მიხრიბანი? დიახ. სად მირეკავდა? თავარ ხაზზე. რადგან ეს ხაზი თქვენს კაბინეტში არ შემოდის, ვერ დაგიკავშირდათ. მიდი დაურეკე. მიხრიბანი ვინ არის? ქანის დონორია. ამავე დროს ბავშვის ძიძა. რა ხდება, არ პასუხობს? არა. სახლის ნომერზე დავრეკავ. ქალბატონო ჟალე, კიდევ ერთხელ აგიხსნათ. ბინიაფის კომპანიაში თქვენი გამოსაცდელი ვადა დასრულდა. ადვოკატებს ველაპარაკე ბატონო ისმაილ. ანუ უფლება მაქვს კომპენსაცია მოვითხოვო. კიდევ ერთხელ წადით ადვოკატებთან და უთხარით, რომ უფლება არ გაქვს. შვილო, სამსახურიდან გათავისუფლების გამოც კი არ გაქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. მადლობა თქვი, რომ კომპანიის დირექტორები გულისხმიერები აღმოჩნდნენ და მაინც გადაგიხადეს. ბევრი საქმე მაქვს, თავი დამანებე. მომისმინეთ. ბევრი კომპანიიდან მივიღე მოწვევა. თუმცა ვარჩიე აქ მემუშავა. იმ კუდაბზიკა დირექტორის გამო უსამსახუროდ დავრჩი. ვალდებული ხართ კომპენსაცია გადაიხადოთ. ჩვენ კომპანიის ჩინა განაწესის მიხედვით ვიმოქმედებთ. ახლა წადი, შენთან საქმე დამთავრებულია. მოვედი რომ გაგაფრთხილოთ. ხვალ სასამართლოში საჩივარი შემაქვს. რაც გინდა ისქენი? უკან არ დაიხიო. სამოქალაქო სასამართლო საკმარისი არ არის. პირდაპირ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში მიდი და იქ იჩივლე. ჩიველს ვაპირებ მეთქი. თქვენ კი კარგად ვერ იაზრებთ. იჩივლე, რაც გინდა ის გააკეთე. ღმერთო დიდებულო, ეს მეყოფილა. მიხრიბანი და ქაანიშინ არ არიან, ბატონო ათილა. იქნებ ქაანი შეუძლოთ გახდა და თქვენთან მოვიდნენ. არ მოსულან? კარგი გასაგებია. შეგატყობინებთ. გმადლობთ. ნახვამდის. ექიმაც არაფერი იცის. ადექი მივდივართ. ადექი. ბოდერს გიხდით. ჩანთას ამოიღებ? ხო. კამილ მანქანა მომზადე. იმედია ბავშვი კარგად არის. დარწმუნებული ვარ ყველაფერი რიგზეა. შიშისგან გაფიქრებული იყო. რა თქმა უნდა, ის ხომ დედა. იმედია სერიოზული არაფერი მომხდარა. ჩვენ აქ რას ველოდებით? ჩაჯიქი მანქანაში. ავა ხომ არ დაგველია? კარგი აზრია. არაფერი დე. თქვენი ნებართვით სახლში წავალ. თავი ამტკივდა. ერთ ფინჯან ყავას თუ დალებ, ცუდად არ გახდები. მეც არ ვაპირებ დიდხანს დარჩენას. ქალბატონო ნუჰრაია, თორი ყავა მოგვიტანეთ, გეთახვა. ახლავე. ბატონო მუსა, თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ ჩემს კარზე დააგაკუნოთ. დააგაკუნეთ? არავინ აღებს? კარგი, გმადლობთ. რა თქვა?
კონსიერჟი ცოტა ხნის წინ მისულა, მაგრამ კარი არავის გაუღია. მას კიდევ შეიძლება რომ დაურეკო. კიდევ ჩემს ქვემოთ მეზობელს დავურეკავ. ნახვამდის. მიდიხართ? აუბენო წასვლის დროა. კარგი, მაშინ დაგემშვიდობებით. ნახვამდის. შაჰრაზადისგან რამეს თუ გაიგება აუცილებლად დაგვირეკებ, ნერვიულობთ. კარგი დედა. რა მოხდა? ქანის ზიზა ტელეფონს არ პასუხობს. რას ამბობთ? შაჰრაზადი ალბათ როგორ ნერვიულობს. კან. ზარი გადის. კან, ტელეფონი აქ არის. კან. დაუმიხრიბან. შვილო, სათხარ. კან. არ არიან. კანი არ არის ღმერთო. შაჰრაზად, დამშვიდი, კარგი. არ არიან. კარგი, უნერვიულობ. ვიპოვით. დამშვიდი, ხო? სათხარ შვილო, სათხარ. კარგი, დამშვიდი შაჰრაზად. ხო, დამშვიდი. ვიპოვით. ალბატონო ნურჰაიათ. გისმენთ? რაცის უბრალოდ დამაკავშირეთ. ახლავე ბატონო, ახლავე დაურეკავ. ბატონი ბურხანის ბრალი იქნება. მან გაიტაცა ჩემი შვილი. ბატონმა ბურხანმა გაიტაცა. ვიზე ლაპარაკობ, ვინ არის ბატონი ბურხანი? ღმერთო დამეხმარე. შვილო, სათხარ. არ არის. არსად არ არის. გემრიელად მიირთვი. არ მინდა. ხო, ძალიან გემრიელია. გასინჯი. მინდა დედიკო მოვიდეს. დეიდა მიხრება, დედიკო მინდა. ჰოლდინგ ბინიებში კიდევ ერთხელ დავრეკო, ქალბატონო მიხრებან. არა, დარეკოს აზრი არ აქვს. სახლში წავიდეთ. შეიძლება დედა უკვე მოვიდა. ხო, დავიდეთ. შეიცვით, არ შეგწივდეთ. დიდი მადლობა, მალე დაგიბრუნებთ. ანგარიში ნუნერილოთ, მე და ქალბატონი შაჰრაზადი მოვაგვარებ. გმადლობთ. ნახვამდის. კან ევლეაოღლუ. 5 წლის გამხდარი შაგურებანი ბავშვი. ჩემი ახლო მეგობრის კომპანიის არქიტექტორი შაჰრაზად ევლეაოღლუ შვილია. დედა. კან. ნუ გარბი ხარ. კან. დედა. კან. ბატონო დირექტორი, მგონი ბავშვი გამოჩნდა. შვილო. დიახ, ახლა შემოვიდა სახლში. მადლობას გიხდით დახმარებისთვის. დიდი მადლობა. შვილო, დიდი მადლობა ღმერთს. ბოდიში და გმადლობთ. ნახვამდის. შვილო, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. სად იყავი, კან? დედა. შვილო. ნუ ნერვიულობ, ბურხან, საავადმყოფოში მივდივარ. Erken olmadı mı bu iş? Yerhom Adrian, adide. Hani 2 hafta vardı. Ekibimiz დაურეკეთ? პირველ რიგში მას დავურეკე, შეიძლება ადრე დაიწყო მშობიარობაო. საავადმყოფოში გვეღოდება, უნდა გავთიშო. Tamam. კარგი, აბა თქვენ იცით. Ben de ალი ქემალს ვიპოვი და მოვალთ. სახლს შენ გაბარებ, ნიმეთ. არ ინერვიულოთ, ქალბატონო ნადიდე, ყველაფერი კარგად იქნება. Allah Allah. ღმერთო დიდებულო. როგორ თუ ალი ქემალი არ მოსულა? როგორც კი მოვა გადაეცით. სასწრაფოდ დამირეკოს. კარგი? სასწრაფოდ. გასაღები ტელეფონი ყველაფერი სახლში დარჩა? კანის სახლიდან ისე გაიქცა, რომ მიხრიბანისთვის არაფერი უთქვამს. ფანჯარაღია იყო და ისიც მაშინვე გაეკიდა. ორ პირის გამო კარი ჩაიკიდა და გარეთ დარჩნენ. ეს როგორ მოხდა?
კიდევ კარგი მიქრიბანმა მოიფიქრა და კუთხეში რომ კაფე იქ მივიდნენ. მე პატრონის ტელეფონის წიგნში ვნახავ ჩვენი კომპანიის ნომერი და დაურეკავს. მადლობ. ინებეთ. ის მამა ჩემია. კარგი საყვარელო. ამ საღამოს შემოგივლე. დროებით. შახრაზად შიშისგან გული გაუსხდა კარი რომ ჩაიკეტა გასაღები ტელეფონი ყველაფერი სახლში დარჩა. ესე იგი ახლა ყველაფერი კარგადაა. ო მოდით ასაცმელი გამოვიცვალოთ. მადლობთ ბატონო ანორ. თქვენ სულ ყველა შეგაწუხეთ. ყვილად? მეც ისევე ვნერვილობდი როგორც შენ. დიდი მადლობა, მაგრამ თურმე სანერვილო არაფერი ყოფილა. ერთი ძამძამით რომ ჩამოგივარდეს, გული მიკვდება. რატომ არ გინდა გაიგო? თქვენი გაგება მარტივი არ არის ბატონო ანორ. თანაც ესეთი რთული სიტუაცია მაქვს გამოვლელი. ნუ თუ ამ ტკივილს ვერასდროს მოიშუშებ შახრაზად. მე დავიცოდეთ როგორ მინდა რომ მოვიშუშო. მიხარია რომ ასე ფიქრობ. მაგრამ არ ვიცი ეს საკუთარი თავის გამო გინდა თუ ჩემ გამო. ისიც არ ვიცი, მაქვს უფლება რომ იმედი მქონდეს თუ არა. რა სიტყვა? არც მე არ ვიცი. იმედს მაინც არ დავკარგა. ჩემი წასვლის დროა. როცა მოგიგაკუნებენ გულის კარს ნუ ჩაკეტავ. ვინ უნდა მომიკაკუნოს? სიყვარულმა. რას ნიშნავს აღარ შევხვდებით? ეს რას ნიშნავს? არაფერი გამოდის, ხომ ხედავ აღარ შემიძლია. თუ არ შეგეძლო ჩემთან რატომ დაბრუნდი? იმედი რატომ მომეცი? ურთიერთობა ხელახლა რატომ დაიწყე ალი ქემალ? გონია მინდოდა ასე მომხდარიყო ჯანსელ. ჩემი რატომ არ გესმის? რა უნდა გავიგო რა? როცა გთხოვდი დაბრუნდი მეთქი, არ უნდა დაბრუნებულიყავი. უნდა გეთქვა რომ არ შეგეძლო. შენ არ მეუბნებოდი ქმარს გაშორდი და ჩემი გახდიო? ჯანსელ. ო, რა თქმა უნდა, მე ხომ გული არ მაქვს. ვერაფერს ვგრძნობ. მე ადამიანი არ ვარ. ადამიანი მხოლოდ შენი კანონიერი ცოლია. ის არის შენთვის ყველაფერი. ჯანსელ, გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები, თორემ მეწყინება. გული ნუ გეტკინება ალი ქემალ. თავარია შენ არ გეტკინოს გული და ჯანსელი თუნდაც ჯავრით მოკვდეს. ჯანსელ. წადი შენიდან ახლა არ მინდა. რადგან შენთვის არაფერს წარმოვადგენ, წადი. შენ სახლში წადი. გთხოვ ასე ნუ მეკცევი. მუტირი გთხოვ. ნუ მეთამაშები ალი ქემალ. თუ არ შეგიძლია რომ სერიოზული ნაბიჯი გადადგა პირდაპირ მითხარი. მეცოდინება რომ ჩემ ცხოვრებაში ალი ქემალი არ არსებობს. კარგი, კარგი. არ მივდივარ. შენ გარეშე როგორ გავძლებ? სულ შენზე ვფიქრობ. კარგი, ნუ ღარტირი. არ დაგშორდები. მაგრამ ამიერიდან გთხოვ, ნუ არ მისაყვედურებ, ხშირად რატომ არ მოდიხარო? კარგი? უკვე მიდიხარ? არ მივდივარ. ძალიან საყვარელია. ხო. ჩვილი დედიკოს მივუყვანოთ, კარგი? Wilson. დედიკოს ნუ დავღლეთ. მე ისევ მოვიდეთ. ჩვილს ახალშობილთა განყოფილებაში წავიყვან, ვისაც სურვილი აქვს, მოდიან და უყურებენ. ბებია, შეიძლება ჩვენც ნახოთ? რა თქმა უნდა, შვილო, წადით.
მე ხომ წამოხვალ? კარგი შვილო. ჩემო ძვირფასო. ჩუმად, ხმადა ბლეილაპარაკეთ, საავად მყოფოში ვართ. ბაბუა ძვირფასო. Ვესონ შვილო, კარგად ხარ? მის ორაკავ? არავის არ ურეკავ ძვირფასო, უბრალოდ ვათვალიერებ, ვინმე მხომ არ დარეკა. დღესაც გავაცდინე სამსახური. რადის მოხვალ? მალე მოვალ, მალე. ნერვიულობ. რა ხდება? 20 მესიჯი მოვიდა. რა არის ჩემი მობილურის ნომერი? აბა გაიმეორე. 0 0 400 ხო, მერე 32 22 22 ოჯახ საყვარელო. ოჯახ შვილო. დედა მიხრიბან. ქანმა დედიკოს მობილური ნომერი დაიზაპირა. დედიკოს ჭკვიანი ბიჭი. 0532 ძალიან განერვეული არა შახრაზად. ამერიდან არ ინერვიულო. მეც დავიზაპირე შენი ნომერი. არა უშავს დაომიხრიბან. თავარია ყველაფერი რიგზეა. გპირდები ეს აღარ განმეორდება. დაომიხრიბან, ნუ დარდაფკთხო. ბატონი ონურიც ძალიან შეშინებული იყო. თვალებზე ეტყობოდა რომ ნერვიულობდა. როცა შენ ნერვიულობ ისიც განიცდის. შახრაზად. რას უპასუხებ იმ ადამიანს, რომელსაც ასე ძალიან უყვარხარ? გამარჯობა. ევლე ოღლუს პალატა რომელია? ახლა გეტყვით. მეორე სართული 215 პალატა. ესე იგი 215. მადლობთ. რა პატარა? განი, მეც ასეთი პატარა ვიყავი? რა თქმა უნდა, ასეთი ვიყავი. შენ რძალს რა სჭირს? შვილი ხელში რატომ არ აიყვანა? ხანდახან ხდება ხოლმე ბატონო ბურხან. დაღლილია. ღმერთო ჩემო. ღმერთო, სად გზანდებოდი? მოვედი მამა. ნაგვის შემგროვებელ კომპანიასთან შეხვედრა მქონდა. იქ ტელეფონი არ იჭერდა. როგორც კი მესიჯები ვნახე, მაშინვე აქეთ გამოვიქეცე. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა? ორსული თოლის პატრონმა ერთხელ მაინც არ უნდა დახედოს ტელეფონს. დიდი შედი. თუსონ. კარგად ხარ ძვირფასო. როგორც კი გავიგე, მაშინვე აქ გამოვიქეცე. სად არის ჩვენი გოგო? სად არის მითხარი? ახალშობილთა განყოფილებაში წაიყვანეს. დაღლილია შვილო, დასვენება სჭირდება. შენ წადი, შენი შვილი ნახე. წადი, ბავშვს დახედე. ძვირფასო. ერთი შეხედეთ რა საყვარელია. რა პატარა. განი, სულ ასე უნდა ეძინოს, ერთხელ მაინც შემოგხედოს. ხო. რას აკეთებს განი? შეხედე? იზმორება. პატარა პრინცესა ხელს გვიქნევს. ხედავთ? მამიკო, ნახე ჩვენი დაიკო. ძალიან საყვარელია. რომელი? აი, ის მეორე საწოლზეა. საყვარელია არა? ღმერთმა დალოცოს, რა ლამაზია. ჩემი პატარა გოგონა. მამიკო, ჩვენც ასეთი პატარები ვიყავით? თქვენ ძალიან ლამაზები იყავით, ჩვილო.
მოდი ერთი გვერდით გავიდეთ. ძალიან საყვარელი არა? ხო. სად ხარ ამდენ ხანს? რა შენი საქმეა? შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში. ო, რა თქმა უნდა. შენ საქმეს მიხედე განი. ზედმეტი მოგდის. მართლა? ჩემი და მშობია რომ სიძე კი დაკარგულია, ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მითხარი? ისმინა. ზედმეტი მოგდის. იცოდე თუ არ გაჩერდები, ძალიან გავბრაზდები. გაბრაზდი თუ გინდა. სულ არ მადარდებს. რა მოხდა? შეგეშინდა? ღმერთო, ხედავ, არ წამიშლია. ასეთი ფოტოები არ იშლება მეგობარო. ტექნოლოგიების არაფერი გაგეგება, ამიტომ მოდი მიაგიხსნე. წარმოიდგინე კოსმოსივით უზარმაზარი სიფრთხე, რომელიც ასეთი ფოტოებით აასავსე. განი, ჭკუას მოუხმე. გასაგებია არ იქნება. დამეთანხმეთ რომ ფუნდამენტის მოწყობაში თქვენზე გაცილებით წინ ვარ. თუ თქვენ არქიტექტურაში გაქვთ მიღებული ჯილდოები, ჩვენ შენობის პროექტირებაში გვაქვს წარმატებები. გინდა ჯილდოებით გავეჯიგროთ ერთმანეთს ატარ. არ გირჩევთ იმიდან რომ ჩვენ გაჯობებთ. დარწმუნებული ვარ, რომ გითხარით თქვენს არქიტექტორთან შაჰრაზად ელაიოღლუსთან საქმიანი წინადადება მაქვს კი ერთი კვირა არ მელაპარაკებოდი. არ დამიწყებია. ნევზაცაც ხელი შეუშალი რომ მას დაკავშირებოდა. ასე უთხარი, თუ ჩემი არქიტექტურის გადაბირებას ეცდებით, საერთო პროექტები დაიწყეთო. თქვენი მიგვირს, თქვენს მშობლებსაც არ გაუკეთებიათ ასეთი რამ. კარგად გისწავლიეთ თქვენი განძის დამალვა. ქერემ, შენ არაფერი იცოდი? როგორ არ ვიცოდე? რა თქმა უნდა ვიცოდე. გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, რომ ქალბატონ შაჰრაზადს არავის დაუთმობდით. უბრალოდ ახლა სხვა რამეზე ვფიქრობ. რაზე? დიდ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას. თუ კიდევ ერთხელ ეცდებით, რომ ჩვენი არქიტექტორი გადაიბიროთ, მხოლოდ უბრალო გაბუტვით არ დამთავრდება ეს ამბავი. ამის გარანტიას ვერ მოგცემ. იქნებ კომპანია ჩელი ქიშაათმა თქვენს კომპანიაზე უკეთესი პირობები შესთავაზოს და თუ ქალბატონი შაჰრაზადი დათანხმდება, მაპატიეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იქნება. მაშინ ჯობს საერთოდ არ დავიწყოთ ერთობლივ პროექტზე მუშაობა. ხუმრობ, კომპანია ბინიაფი თავის თანამშრომლებს ძალიან აფასებს. მართალია. წონებული ბატონი მუჰსინიც ასეთი იყო, თავის თანამშრომლებს თვალის შირივით უფრთხილდებოდა. აბა, დაწექი საყვარელო? დედა, ძალიან ინერვიული ჩემზე? ინერვიული საყვარელო. მეტი ხომ აღარ გაიქცევი? ძალიან შეგეშინდა? შემეშინდა. რადგან ძალიან მიყვარხარ. ახლა კი თუ მალე დაიძინებ, უფრო მეტად მეყვარები. დილინებისა, დედა. დილინებისა საყვარელო. ჯანმრთელობა დავამიხრიბონ? გმადლობ. მთელი დღე ჩავუშღამეთ შაჰრაზადს. თქვენგან ნერვიულეთ. კარგი რა, ნუღარ ნერვიულობთ. ჯანმრთელობა. ხომ არ გაცივდი? ჯანმრთელობა, საბრალო. გარი რომ ჩაიკეტეთ, ხელი ჯემპრით დარჩა გარეთ და ალბათ გაცივდა. მოეცადე წამალს მოგიტან. არა, იჯექი. მე თვითონ ავიღებ. რა საყვარელია. შაჰრაზადიცი ჩვენებს დიდ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა აქვთ. ვინ ჩვენებს? ბატონ ონურს და ბატონ ქერემს. გასაგებია, ჩელი კინშაათის მეპატრონისთან ერთად ვახშმობენ. მართლა? არ ვიცოდი. კულტურისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობა იგეგმება. საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, მისასვლელი გზები, მოკლედ დიდი პროექტია. იმედია საქმე არ დაგვემატება, ისედაც საკმარისად ვართ დატვირთულები. ამ შემთხვევაში ვერაფერ შეგვირდები. შაჰრაზად, არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ ბატონი ონური შენ მიმართ ძალიან შეიცვალა. ხო. თვალი არ გეცეს. ისე დაკანკალებს, ცივნიავს არ გაკარებს. მანამდე კი სულს მხდიდა, ხომ გახსოვს? მგონი ქაანის შესახებ რომ გაიგო, ამ ამბავმა მასზე გავლენა იქონია. სინდისმა შეაწუხა. ჩაის არ დალევ? კარგი.
ხილი გაგითალეთ. დიდი მადლობა. ნუშიც ხომ არ გაქვთ? უნდა იყოს ნახავ. მადლობ. აიშე, ხო, რას აკეთებ? ბატონმა განი ნუში მთხოვა. მაგას არ გეკითხები. რას ნიშნავს ეს განსაკუთრებული ყურადღება განის მიმართ? არაფერს არ ნიშნავს დაო. აიშე მომის მინე საყვარელო. მაინც არაფერი გამოგივა. ფუჭ ოცნებებს ნუ მიეცემი, გაფრთხილებ. რას ამბობ დაუნიმეთ? უბრალოდ ხილი მივართვი, მეტი ხომ არაფერი. ძალიან კარგად იცი, რასაც გულისხმობ. აუტკი ვარ თავს ნუ აიტკიებ. მერე გული არ დაგწყდეს. მე გაგაფრთხილე. გმადლობთ, ჯანმრთელობას გისურვებთ. ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო. ჩემო ძვირფასო გოგონა. ისევ არაჭამა არა? ასე რატომ იქცევა ერთანო? შეიძლება რომ დედა ასე იქცეოდეს. ნუ ნერვიულობთ, ეს ბუნებრივი რეაქცია. შეიძლება რამდენიმე დღე ასეთი განერვიულებული და გაღიზიანებული იყოს. ამ მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქვია. დეპრესია? ექიმი უფრო დეტალურად აგიხსნით. გმადლობ შვილო. ისეთი კომპანიისთვის, როგორიც ჩვენია, კულტურისა და ბიზნესის ცენტრის მშენებლობა არც ისე დიდი პროექტია, თუმცა საზოგადოების ყურადღება ჩვენკენ იქნება მოპყრობილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი საკმაოდ რეზონანსული იქნება. მართალია, გაზეთებში უკვე იბეჭდება ინფორმაციები. ერთი მიმოიხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო. ჩვენთან შეხვედრით არაფერი დაგეკარგავს საფერ. ისტორიული მომენტები ყოველთვის უნდა იყოს აღბეჭდილი გაზეთების ფურცლებზე. ეს კი ასეთი შემთხვევაა. მაინც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მართალია. ამერიდან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჟურნალისტები უკან დაგვიწყებენ დევნას. სპეციალისტებიც კრიტიკას არ დაგვაკლებენ. ეს არ გააკეთეს, ის არ გააკეთესო. ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ. მზად ხართ? ჩემ მზად ვართ. როცა გვეტყვით, შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონებო, მაშინ ყველას წარმატებას გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ. იმედია, ეს პროექტი გრანდიოზული პროექტების საწინდარი გახდება. იმედია. გილოცავთ. სახლში მიდიხარ? ხო. ჩემთან არ წამოხვალ? სარაევში არ მიდიოდი? შევთანხმდით. საღამოს მიფრინო. ონურ. კერემ. შესანიშნავი საღამო იყო ბატონებო. დიდი მადლობა. პირიქით, ჩვენ გიხდით მადლობას. მადლობ. დახვამდის. კიდევ ერთხელ გილოცავთ. დახვამდის. ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავი. დამაგვიან და კიდე ცხალ სარაევოში მიფრინავთ, ჩანთა ჩასალაგებელი მაქვს. ესე იგი შაბათ კვირასაც იქ დარჩებით. ძალიან აღელვებული ვარ შახრაზად. დამშვიდი საყვარელო, ბატონ ქერემთან ერთად სამოგზაუროთ არ ყოფილ ხარ? ბევრჯერ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია, გული მიცემს. საყვარელო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ კიდე. ნუ ნერვიულობ. ბედნიერი ვარ რომ არსებობ. შენ რომ არ ყოფილიყავი, ვერც კი გავბედავდი ნაბიჯის გადადგმას. კარგი რა. მოკლედ ჩემი წასვლის დროა. ეს რა არის? შოკოლადე. მინდა ჩვენი საუბარიც ასეთი ტკბილი იყოს. ერთ. რა მოხდა? არაფერი. ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. შოკოლადს სულ მიყობდი ხოლმე. ახლაც გიყობ. მომხედავ. მე კი ჩემს საიდუმლოებებს არ გიზიარებ, ხომ ასეა? არ მithქვამს, რომ საქმიანი წინადადების შეთავაზებას ხელი შევუშალე და გამიბრაზდი. ეს მანამდე რომ გამიგო, სანამ შაჰრაზადს ხელს თხოვდი გავბრაზდებოდი. მაგრამ ახლა გაბრაზებას აზრი არ აქვს. როცა გავიგე, რომ ზაფერი შაჰრაზადისთვის საქმიანი წინადადების შეთავაზებას აპირებდა, გავგიშდი. ის ხომ ჩემთვის რიგითი თანამშრომელი არ არის. ჩემეშინდა რომ შაჰრაზადს დავკარგავდი. მესმის შენი, მაგრამ კარგი იქნებოდა მეც მცოდნოდა. აღმოჩნდა რომ არაფერი ვიცოდი და ზაფერმა ეს შენიშნა. მართალი ხარ. ოჯახ, კარგად დაიძრინე თავი. მადლობა.
ონურ. კიდევ არის რამე, რაც შენი და შაჰრაზადის შესახებ უნდა ვიცოდე? მაგალითად? არ ვიცი. არა. სხვა არაფერია. როგორც გავიგე, ქაანის ძიძა გაგიცნია. ხო, იცი შეჰრაზადისაც ცხოვრობს. ესე იგი ადრეც ყოფილ ხარ მასთან. წინს რომ ჩემთვის არაფერი მოგიყოლია. მოკლედ, რაც არის არის. აბა, უცები პოვეთ ქაანი, არა? ხო. შაჰრაზადი ძალიან შეშინებული იყო. ვიღაც ბურჰანი ახსენა. ალბათ მან გაიტაცა ჩემი შვილი. კითხე ვინ არის მეთქი, მაგრამ არ მიპასუხა. მისი მამამთილია. ძალიან მდიდარი მამამთილი ხოლია. ბავშვი ავად რომ ხავდა, ევედრებოდა ფული მომეციო, მაგრამ ამ კაცმა ერთი ქურუშიც არ გაიმეტა ქაანის სამკურნალოდ. კადავ? შაჰრაზადის შესახებ არის ისეთი რაღაც, რაც შენ არ გცოდნე. შაჰრაზადისგან არ გამიგია. ბენუ მითხრა. Piusum, შიერი არ უნდა იყო. ეს სვიანი მაინც შეჭამე. ძალიან გემრიელია. გათმის სვიანია. ჭამე და სტრესი და დაძაბულობაც მოგეხსნება. მიდი, ჭამე. ალი კემალ. გაჩუმდი. გთხოვ, გაჩუმდი. ძალიან გენატრება არა. ძალიან. როცა ჩემ შვილზე ვფიქრობ, მეც გული მეწვის. მაგრამ უკან ვერაფერს დავაბრუნებ. ისევე როგორც შენ. ვიცი. ვერ დავაბრუნებ. ამ ტკივილს ვერასოდეს მოვიშუშებთ. ის ბედნიერი დღეები მხოლოდ მოგონებებად დარჩა. თუთი სოფელი დაუნდობელია. ვინც მიდის, ვეღარ ბრუნდება. მაგრამ არ დაგავიწყდეს შაჰრაზად. რომ წამსვლელი მიდის, ჩვენ ვრჩებით და ცხოვრებაც გრძელდება. ისპენ. არ მეტყვი. რა პასუხი გამზა შაჰრაზადმა? არც ხო მითხრა და არც არა. პირდაპირ შეიძლება კიდევ ერთი ნაჭერი პური ავიღო. შესენიშნავ მადაზე ხართ ბატონო ონორ. მოკლედ, ჭამ არ მოგწონს, არ ჭამ არ მოგწონს. თავი ვერ მოგაწონე. თავარია თქვენ იყოთ კარგად, სხვა არაფერი მინდა. კარგად ვარ, კარგად. თომ გაგიგონია? იყვარდე შენი ცხოვრება, ნუ შეუშინდები გამოწვევებს, ბედნიერებისკენ ისრაფე და წარსული დაივიწყეო. ვინ ამბობს ამას? მაინტერესებს, მეც წავიკითხავდი მის წიგნს. მოგვიანდება. პური? პური აღარ მინდა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მზად ხარ გასამგზავრებლად? ისე ვღავდი, მთელი ღამე ვერაფრით ვერ დავიძინი შაჰრაზად.
ბენო პატარა ბავშვი ითექცევი, რომელ საათზე მიფრინავთ? საღამოს 7-ზე. ბატონ ქერემ შემოვლი კაბინეტში ვკითხავ, სანამ წავლოთ რამე ხომ არ არის გასაკეთებელი. კარგი. ძალიან მწუხარ. გამოჯერწელებას გისურვებთ. კარგი. არ არის პრობლემა. მოგვიანებით შევხვდეთ ერთმანეთს. დიახ. ხოვთ. დიახ. კალბატონო ნურჰაიათ. გისმენთ? თვითმფრინავის ბილეთები დააბრუნეთ და დღისგან რიგი ხელახლა მოამზადეთ. კარგი ბატონო. რა მოხდა ბატონო ქერემ? სემირ სლობოდას ფეხი მოუტეხავს. იზოლებული გავხდით, შეხვედრა გადაგვედა. გასაგებია. კარგია რომ მოხვედე. სანამ თათბირი დაიწყება, მინდა დეტალებზე დაგელაპარაკო. კარგი. დიახშიდობისა. დილამშვიდობისა. ბევრი საქმე გაქვს? დიახ. შეიძლება თქვენი ყავა დავლიო. რა თქმა უნდა. ახლა დაგისხამთ. ინებეთ. როდის უნდა დასრულდეს ეს სასჯელი? ეს სასჯელი არ არის. ჩემთვის სასჯელია. მზად ვარ ავიტანო ეს სასჯელი, იმიტომ რომ ვიმსახურე. დავარია ვიცოდე, ოდესმე თუ დასრულდება. რა სიტყვი? ოდესმე დასრულდება. კონდეს იმედი რომ ერთ დღესაც სხვა თვალი ჩემომხედა. ავა გაგიცივდებათ. თათბირზე მოდიხარ? უკაცრავად ბატონო ანურ. თათბირი გვექნება არა? გვექნება. გამარჯობა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა. დილამშვიდობისა მეგობრებო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ქერემ, სარაევოში ამ საღამოს მიფრინავთ, არა? იქაურ კერძებსაც დააგემოვნებთ. სამწუხაროდ არა, ვერ მივდივართ. სემირ სლობოდანმა ფეხი მოიტეხა. მართლა? ღმერთო ჩემო. ინძულებული გავხდეთ წასვლა გადაგვედო. არა და მზად ვიყავი გასაფრენად. როგორც ხედავ, ძალიან დასწყდათ გული. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა. თათბირის შემდეგ სპლეიჩის სასრიალოდ ვაპირებდით სასვლას. რადგან ვერ ისრიალებთ, იჯირითეთ. ყოველ ჩვენთან სასგანოსნო კლუბში გებატიჟებით. ყველას. კარგი ამინდია, ვისაც სურვილი ექნება, იჯირითებს. სხვები კი ისერნებენ, ვისადილებთ. სიამოვნებით მოვალ, დიდი სიამოვნებით. ძალიან კარგი ბატონო იალში. ბავშვი დაგიტოვოთ? თუ გნებავთ, მოგვიანებით შემოგიყვანთ. ბალის წამოვწევ, რომ წელის ტკივილმა არ შეგაწოხოთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, შახრაზად, როგორ ხარ? გმადლობთ, კარგად. თავად როგორ გიკითხოთ? მეც არ ამიშავს, გმადლობ. ოჯახში კიდევ ერთი შვილი შემოგვემატა. მართლა ესე იგი ქალბატონო ფიუსუნმა იმშობი არა? ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ. როგორ გზნობს თავს დედაშვილი? მადლობა ღმერთს კარგად არიან, შახრაზად. იცი რა ვიფიქრე? ახლა კარგი შანსია და იქნებ ბავშვის თანახავად მოსულიყავი. რა თქმა უნდა, მოვალ.
როდის გამოწერენ სამშობიაროდან? ღვთისნებით ორშაბათს. კარგი. მაშინ კვირას შემოვივლი. პიუსონს ძალიან გაუხარდება. მეც. მაშინ დროებით შვილო შეხვედრამდე. შევთანხმდით. ოღონდ კარგი იქნება ბატონი ბურხანი თუ არ ექნება. რა თქმა უნდა შვილო. მესმის. მესმის. დროებით. ნახვამდის. კიდევ რამე შეუკვეთოთ? მითხარი. კაბაბი ხომ არ გინდა? არ მინდა. გინდა. რამაზან, კიდევ ერთი კაბაბი თუ შეიძლება. ახლავე ძმაო. გელოდებით. ეს კურცუკი გინდოდა ძმაო ალიქებალ. ზუსტად ეს მინდოდა. განი. ნახე რა მოიტანეს. ეგ რა არის? კურთუკი. შენ რომ მოგეწონა ის არის. ერთი ფოტოს წყალობით რამდენ რამეს მივაღწია. არ მოიზომავ? მიდი მოიზომე. მიდი განი. შავი დამანებე. გინდა ქურთუკით მომისყიდო? ის ფოტო უფრო ძვირი დაგიჯდება, ალი ქემალ. გაცილებით ძვირი. აბა რა გინდა თქვი? კარგად იცი რაც მინდა. მანქანა გინდა? კარგი რა. ნახვამდის. დაგმომშვიდებისა. ნახვამდის მეგობრებო, ხვალამდე. ნახვამდის. ხვალ როგორ მივდივართ? მე თვითონ მივარ. არ გამომივლი? კარგი, შევთანხმდით. საღამოშვიდობისა ბენო. აქ რა საკეთებ? როგორ გაბედე ჩემ სამსახურში მოსვლა? ჯერ გამარჯობა მაინც მითხარი. დაეტრია. კარგი რა ასე უნდა შემხვდა? დროებით. დადი მომშორდი შენიდან ახლა არ მინდა. ბენო, ნუ სულელობ. ბენო, კარი გააღე. ორშაბათს ინჟინერებთან თათვირის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კარგი. შენი ყოფილი მამამთილი. ბატონი ბურჰანი რომ ახსენე ის არის? ქაანი გაიტაცაო რომ ამბობდი. ამაზე საუბარი არ მინდა ბატონო ონორ. კარგი, როგორც გინდა. ოღონდ მინდა ერთი რამ იცოდე. ამიერიდან არ დაუშვებ ვინმემ რამე გაწყენინოს. არ ჩვენ და არც ქაანს. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. ესეც ასე. ნიმეთი გააფრთხილე კაბელთან ფრთხილად იყოს. კარგი. ბრძალი როგორ არის? ძალები მოიკრიბა? დღეს ფეხზე გაატარეს. უკეთ არის. ბავშვი? ბადრი მთვარესავით ლამაზია. ისე აციმციმებს თვალებს. ალბათ ყველაზე ჭკვიანი იქნება. შენს გადაიხალე. არა უშავს. სასიამოვნო გადაღლილობაა. ძახალის ჩამოსულა. ო. ამაღამ მე დავრჩები ფიუსონთან. არა და მგზავრობის მერე ისიც დაღლილი იქნებოდა. დედა რაკნას. დიდხანს აპირებს დარჩენას. არა, დიდხანს არ გაჩერდება. კვირას საღამოს აპირებს დაბრუნებას. რატომ? მეორე გოგოს ოპერაციას უკეთებენ. უნდა მიხედოს. გასაგებია. სამშობიაროში მე კვირას მივალ. კვირას ნუ მიხვალ ბატონო ბურხან. რატომ?
ნუ მიხვალ ბატონო ბურხან. შაჰრაზადი უნდა მივიდეს. ხო. საღამოშიდობის. საღამოშიდობის კალდონო შაჰრაზად, თქვენ ტაქსი ჯერ არ მოსულა, ცოტა ლოდნი მოგიწევთ. ტაქსი საჯარო არ არის. მე წავიყვან. კარგი ბატონო. კაბელ შენ თავისუფალი ხარ. ტაქსი ჩემი ძლია წასვლა. გვიანია. ხო, ჩაჯექი მანქანაში. ნახვამდის კაბელ. ნახვამდის. ზაფერ. როგორ ხარ? დღეს ადრე წამოსულ ხარ სამსახურიდან. მოვიწყინა. ერთი ვისკი ყინულით. ახლავე ბატონო. შენი ტყუპის სალი სად არის? ჩემი ტყუპის სალი? არ ვიცი. ამერტ მოუწყის სადაა. რა უცნაურია, რა მოხდა? თქვენ შორის შავმა კატამ ხომ არ გაირბინა? არა ძმაო. შავ კატას ნამდვილად არ გაურბენია, თუმცა ჩვენს თავზე შავი ღრუბლები რომ შეიკრა, ეს ხატი. ყურადღებას რომ მომაქცევ. უბრალოდ გავიზარდეთ. ჩვენი გზებიც გაიყო. სულ ესა. ხდება ხოლმე შენ არის დარდო. მეგობრობა არასდროს იკარგება. თუ სწორ გზაზედ გახართ, თქვენი გზები არ გაიყოფა. შენ დაუნური ძმები ვითხართ. მეგობრებში ყველას არ უმართლებს. ამიტომ დააფასე ის, რაც გაქვს. ისევ შენ ხარ? შენი დანახვა არ მინდა, რატომ არ გესმის? დაუგთხოვ, წასასვლელი არსად მაქვს. მელეკ, მომშორდი. დაუგთხოვ. დაიკო, მაპატიე, გთხოვ, დაო. გთხოვ, კარი გამიღე. დაიკო, გთხოვ, გამიღე კარი. Alo, Selim. Tanımadın mı? ვერ მიცანი? Melek ben. მელეკი ვარ. Yo İstanbul. არა სტამბოლში ვარ. Şey. თუ ძალიან მივალ მეთქი ვიფიქრე. Diyecektim. Öyle mi? მართლა? Olsun. კარგი არა უშავს. Hayır abla. არა, ჩემი და სახლში არ არის. Tamam. კარგი. Tamam otele git. სასტუმროში წავალ. Tamam. კარგი. Tamam. დროებით აუცილებლად დაგირეკავ. Ararım hadi. ნახვამდის. როგორ მოვიქცე? იმედია ხვალ კარგი ამინდი იქნება. წვიმას არ აპირებს. ამინდი არა ირია, კარგ დროს გავატარებ. კლუბში შესანიშნავი ბედავრები ყავთ, ძალიან მოგეწონება. იყვართ ცხენები? ხო. რომელ საათზე გამოგიარო? გამომიაროთ? არ წამოხვალ? მოვალ, მაგრამ თქვენი გამოვლა საჭირო არ არის. კარგი, როგორც გინდა.
ალბათ არ ვიცით როგორ გავიცანით ერთმანეთი მე და თქვენმა მამებმა. როგორ არ ვიცით? ამა ჩემმა რამდენჯერ მომიყვა. რა მოგიყვა? მოგიყვა როგორ აიღო იარაღი ექრემის კლანჭებისგან დავეხსენი. ვერ გავიგე. თქვენ სოფელში ფაბრიკის მშენებლობაზე არ გაიცანით ერთმანეთი? ხედავ? არ გწოდნია. არ მჯერა. ვიცი რომ კარგი მეგობრები იყავით. თქვენი მტკიცე მეგობრობა რომ არა, ასე დიდ კომპანიას ვერ შექმნიდით. იარაღის ამბავი არ ამგონია სიმართლე იყოს. ამა ჩემი იარაღს ხელს არ მოჰკიდებდა. ასე ფიქრობ? რას ამბობ ძმაო? ვერ მივხვდი პირდაპირ თქვი. ისმენ. მაგიდასთან გადავინაცვლოთ. წამოდი. თქვენი მამებისნაირ საიმედო პარტნიორებს ხას არავის ვიცნობდი. ამას წინასწარ ვამბობ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ აიღეს იარაღი მუხსინმა და ეიუბმა ჩემს გადასარჩენად. ეს როგორ მოხდა? თქვენ პატარები იყავით. მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ჯარში არ ვიყავი ნამყოფი. წარმოიდგინე სოფელში ფაბრიკის მშენებლობის ზედამხედველობა მე ჩამაბარეს. ძალიან მოვეწონეთ. მერე? ალემ დახში ბაბუა ჩემის დანადოვარი მამული მქონდა. ოღონდ დარეგისტრირებული არ ყოფილა, რადგან სოფელი იყო, არც მიზრუნია ამაზე. თურმე იქაურ მაფიას ნომები ამ მამულის ხელში ჩაგდება. ექრემ ზეითინჯი იყო მთავარი მაფიოზი, მე ქვეყნიდან გაიქცა. ვიცი. ჩვენს მამულს დაეპატრონა, გაიძახო და არ მაინტერესებს ვისი საკუთრებაა. მართლა? მაშინ არაფერი გამაჩნდა. არც არავინ მყავდა, ვინც გვერდში დამიდგებოდა. ისევ ნერვიულობდი, კი რაღაც ჭკვიდან გადავედი. არქივში მივედი. ჩემ წინაპრებზე ჩანაწერები რომ მომეძია. მაშინ რომ მიხვდნენ რა პრობლემაც ჰქონდა, ბატონი მუხსინი დაინტერესდა. რა ხდებოდა ჩემს თავს? მეც მოუყევი ასე ემეთი. ბატონმა მუხსინმა ასე არ შეიძლებაო თქვა. მერე იოსებს გადახედა. მან ტელეფონს დასახელი, ერთი შეხედვით უკედნენ ერთმანეთს. მერე? მაშინ მეპოვეს ექრემი და არქივში იხმეს, საქმე გვაქვს უთხრეს. მივიდა? აბა რა ზიზანდა? თელი ამალით მივიდა. რომ დამინახა მიხვდა რაც ხდებოდა. თქვენს მამებს დაემუქრა საქმეში არ ჩაერიოთო. უცებ სროლა გავიგონე. იოსებმა იარაღი გაისროლა. მერე მაგიდაზე დადო და თქვა, ეს იარაღი კიდევ თუ გაისვრის, საიქიოში წახვალ ექრემო. ერთი უყურეთ მამა ჩემს. მართლაც ბატონი მუხსინი მთასავით იდგა. იარაღი წელზე ეკიდა. წარმოიდგინე როგორი მამაცები იყვნენ რომ ასეთი რამე გააკეთეს. მართლა? მერე რა მოხდა? იმ კაცმა რა ქნა? რა უნდა იქნა, უკან დაიხია და შემეშვა. ოჩახ მამა ჩემს, ნამდვილად. მამა შენი რომ არა, დიდი კომპანიის დირექტორი ვერ გავხდებოდი. საოცარი ისტორია. ამ ამბიდან 2 თვის შემდეგ ბატონი მუხსინი გარდაიცვალა. იმ ქალის სახლში. არ გამახსენო. ძალიან განვიცდიდი ონურის გამო. მოკლედ, ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები. სასუფეველი დაუმკვიდროს. ჯანმრთელობა. გმადლობ. ალო. შაჰრაზად. დილამშვიდობისა ბატონო ონურ. დილამშვიდობისა. დღეს ვერ შემოგიერთდებით, ამიტომ გირეკავთ. მინდოდა გამაფრთხილებინეთ. რატომ, რამე მოხდა? მიხრიბანი შეუძლოდა, მისი მარტო დატოვება არ მინდა. არა, კარგად ვარ. ძალიან მეწყინება თუ არ წახვალ. რომაც ემინებ? არა უშავს მალე გამივლის. ჩემზე არ იდარდო. გაცეებული ხარ უარესად რომ გახდე? ქალბატონი მიხრიბანი ამბობს არ ამიშავსო, მესმის შაჰრაზად. იმედია შეძლებს რომ საკუთარ თავს მიხედოს. საკუთარ თავს შეიძლება მიხედოს, მაგრამ ქანს ვერ მიხედავს. კარგი, მაშინ ქანიც წამოიყვანე. მამულში გასიერნება მოეწონება. ლოგში მონაწილეობა ნურ.
არა ძმაო ელჩინ, ვერ მონაწილეობ. ადრე დოღით ვიყავი გატაცებული, ყოველკვირა დავდიოდი. რა ამაღელვებელი სანახაობა იყო? შაჰრაზადი მოდის. შვილიც მოუყვანია. გან, საყვარელო. გაიქეცი. ბენო. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედი. პირიქით მეგიხდით მადლობას რომ დაგპატიჟეთ. ბიძია ელჩინი შემოგხედე? მოდი დაჭიქე. ეს ჩვენი უფლისწული ქაანია. გემრიელად მიერთვით. ესე იგი შენ ხარ ქაანი, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. გამარჯობა საყვარელო, მიხარია შენი ნახვა ქაან. გამარჯობა. გამარჯობა ქაან. მიხარია რომ მოხვედი. საყვარელო ბიძია უნურს არ მიესალმები? გამარჯობა. ბენო, ცხენები სად არის? ცხენები გაინტერესებს? ჩემო ძვირფასო. მოდი ჯერ შევჭამოთ და მერე ცხენებთან წაგიყვან, კარგი? ძალიან საყვარელი ბიჭუნა. ბატონი რექტორი ექსკურსიას შეგვპირდა, ვნახოთ რამდენად შეასრულებს სიტყვას. შეასრულებს. ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან დიდ ბიბლიოთეკას გააკეთებს, სადაც უამრავი წიგნი იქნება, ნუ ნერვიულობ. დაისვენე სევალ, ისი ამოვნე აქაურობით. გამარჯობა. ქერემ? იპოდრომზე არ წახვედი? შენს გასაცილებლად მოვედი დედა. ონურს დაპატიჟებაზე უარი როგორ უთხარი შვილო? უცხო ხომ არ ვარ დედა. რად მინდა ონურის დაპატიჟება? როგორ ბრძანდებით დედაფერიდან? არა მიშავს საყვარელო. დედა შენი გააცილე და მერე წადი. ნახოთ. დავიდეთ დედა. მზად ხარ? აეროპორტში გაგიყვან. ძალიან კარგი შვილი ყავს სევალ. დააფასე. ქერემს ონურიც არ ჩამოუვარდება, შენც უნდა დააფასო. ქერემი არ მოვა ონურ? არ ვიცი ძმაო ელჩინ, ალბათ მოვა. რამე ხომ არ მოხდა? ხომ არ დაურეკოთ? რა უნდა მოხდარიყო? ალბათ არ უნდა. ერთი მეგობარი მყავდა, თურანი ერქვა. პირველად დოღზე მასთან ერთად წავედი. ისე გაიტაცა ამ დოღმა, რომ ვერც კი ხვდებოდა როგორ გადიოდა დრო. ფული რომ გამოელია მგონი იმასაც ვერ მიხვდა. ხედავ? რა ლამაზე დაფრინავენ არა? არა, ასეთი აზარტული არასდროს ყოფილვარ. ძლივს შოულობ ლუკმაბურს. აზარტულ თამაშებში როგორ დავხარჯავ? უბრალოდ ვერთობი. როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა? ხო. ძალიან ლამაზი ადგილი ყოფილა. მიხარია რომ მოგეწონა. კერძები როგორ მოგწონთ? ძალიან გემრიელია ყველაფერი. კან? გინდა ცხენები ნახო? მოიყვანო ჩემი ცხენი. გინდა ნახო შვილო? ხომ გაინტერესებდა? კარგი, მაშინ წავიდეთ, ნახოთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო